არც ერთი ვაქცინის შემდეგ არანაირი იმუნური სისტემა არ სუსტდება და მსგავსი არაფერი არ ხდება. რაც მსოფლიოს მოედო და მსოფლიო დააზიანა ამას, რომ ამ კაცს ჰქონდა ფინანსური ინტერესი. აი ის მის მაშინ ყველაფერი დაიჯერა, ხო, საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ რამდენიმე ბავშვი დაგვეყობა და ეს ვირუსი ძალიან ხშირ შემთხვევაში იწვევს გვიძლის კიბოს. რომ იმ ადამიანებს ემართებოდათ, ვის მშობლებს სათანადოდ არ უყვარდათ, გადამისა და ვამპირებს ემართებოდათ და ასე შემდეგ, იყო ერთ-ერთი ვერსია. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და ჩვენ ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ვისაუბრებთ იმ სერვისებზე, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო, ვისაუბრებთ იმ მითებზე, რომელიც ძალიან არის გავრცელებული ჩვენ გარშემო და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვროთ. დღეს ჩვენი სტუმარი პირველ პოდკასტში არის ნინუკა გოგიჩაძე, რომელმაც სამეცნიერო განათლება საქართველოში მიიღო, თუმცა ამჯამად ევროპაში ცხოვრობს, იქ მუშაობს, არის მეცნიერებით დაკავებული, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში, ბევრ აღმოჩენაშია, მაგრამ დღეს მინდა რომ ჩვენ ერთად გავიხსენოთ ის სამედიცინო დიდი მიღწევები, ის მეცნიერული აღმოჩენები, რომლებმაც შეცვალა ჩვენი სამყარო, შეცვალა ადამიანების ცხოვრება ჩვენ გარშემო და ფოკუსიც უნდა გავაკეთოთ ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ ეს არის სერვისი, რომელმაც მართლა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა, ნინუკა ალბათ დამეთანხმები და დღეს გვაქვს რაღაც გამოწვევები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებზე, როგორც პრევენციულ ვაქცინებზე, ისე თერაპიულ ვაქცინებზე და ალბათ ინფორმირებულობის დეფიციტი ყველაზე მეტად ამ მიმართულებებში გვაქვს. ნინუკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ პლატფორმას ვითმობთ და თქვენ პლატფორმას ესეთ საინტერესო თემას უთმობთ და ალბათ არა, რა თქმა უნდა. არასდროს მომბეზდება ამ თემაზე საუბარი და მოკლედ დიდი მადლობა, რომ აქ ვარ. კი ბატონო, სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა ჩვენს მაყურებელს ვთხოვო, რომ გამოყვეს სოციალურ ქსელებში. ამ ვიდეოს აღწერაში თქვენ ნახავთ ჩვენს ლინკებს, ჩვენს სხვადასხვა სოციალურ მედიაში, ასევე ჩვენს ვებგვერდს და შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი აქტიური მაყურებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ, ნახავთ, წაიკითხავთ და ასე შემდეგ. ნინუკა, სანამ ვაქცინაციაზე გადავალთ, მოდი პატარა ისტორია გავაკეთოთ იმის, თუ როგორ ვითარდებოდა მედიცინა პრეისტორიულ ხანაში, რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ დაავადებებისგან თავს, ან დაავადებების შესახებ ზოგადად რა წარმოდგენა ჰქონდათ, ხო? ჩვენ დღეს ძალიან პოპულარულია ისტორია, მათ შორის საქართველოში და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე დიდ ამბებს, ფილმები გვაქვს, სერიალები გვაქვს ისტორიული. ძალიან ბევრი რაღაც ვითარდებოდა და იცვლებოდა, მაგრამ აისახებოდა თუ არა ეს მედიცინაზეც. აი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიულად რაც დიდი საფეხურები გაიარა საუკუნეების განმავლობაში მედიცინის განვითარება. რა თქმა უნდა. კი, მაგრამ რეალურად ყველაზე დიდი ნახტომი მოხდა წინა საუკუნეში, როდესაც მედიცინა ძალიან წინ წავიდა და ზოგადად ყოველთვის ინდუსტრიალიზაცია მოხდა და მოკლედ მეცნიერებამ ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გააკეთა, მაგრამ მე ვთვლი და ზოგადად მეცნიერება თვლის, რომ მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ვაქცინები, რადგან სწორედ ვაქცინების წყალობით შესაძლებელი გახდა, რომ ან თავიდან ავირიდოთ, სრულად თავიდან ავირიდოთ ბევრი დაავადება, ან უბრალოდ თავიდან ავირიდოთ მძიმე დაავადება, რაც შესაბამისად აისახება იმით, რომ უფრო ნაკლები ადამიანი ხდება ავად და შესაბამისად ნაკლები ადამიანიც კვდება. მე მგონი თუ ამ პოდკასტში ვართ, თუ წერთ ამ პოდკასტს, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, ვინ დაუდო საფუძველი ვაქცინაციებს და ვინ იცლება. რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ვაქცინაციაზე მივალთ, ალბათ რაღაცა ის წინამორბედი პრაქტიკებიც უნდა გავიხსენოთ, რაც არსებობდა. ხო, ვაქცინაციამდე არსებობდა ვარიოლაცია, რომელიც სხვადასხვა საქართველოშიც პოპულარული იყო. უბრალოდ ისტორიული დოკუმენტი ბევრი არ აქვს ამაზე. ამბობენ, რომ ჩვენს მაღალმთიანეთში ძალიან გავრცელებული იყო საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მარტო ერეკლე მეორის პერიოდის ჩანაწერები გვაქვს, როცა
ერთი გერმანელი კაცი, რომელიც აქ მოგზაურობდა, დეტალურად აღწერს ამ ვარიოლაციის პროცესს, ვარიოლაციას და მას აჭრას ეძახოდნენ. ჩვენთან ამას ერქვა მაშინ აჭრა ხო უბრალოდ მაყურებლისთვის მოკლე განმარტებას გავაკეთებ ეს ვარიოლაცია რა არის. ხო, რაღაცა ეტაპზე ჩვენი წინაპრები მიხვდნენ, რომ დაავადების გამომწვევთან კონტაქტით შეეძლოთ იმუნიტეტის აღძვრა ორგანიზმში, ოღონდ ამას რაღაცა სამეცნიერო ბექგრაუნდი არ ქონდა. არ ქონდა რატო? იმიტომ რომ მათ არაფერი არ იცოდნენ მიკრობული სამყაროს შესახებ, ხო, არ იცოდნენ ვირუსების შესახებ, ბაქტერიების შესახებ, ეს იყო ალბათ ზოგადი დაკვირვება, ის გადარჩა, ეს არ გადარჩა და აქედან გამომდინარე რაღაც ლოგიკურ დასკვნებამდე მივიდნენ, ეს იყო. და რას აკეთებდნენ ეს ადამიანები? ეს ადამიანები აკეთებდნენ, რომ ყვავილის მქონე ადამიანის ამ ბუშტუკებიდან ესეთი გამონაყარი, რომელიც ახასიათებდა, აიღებდნენ შიგთავს, მერე პირუტყვის რქაში აგროვებდნენ, მერე რაღაც წვეტიანს შიგნით ჩაყოფდნენ და თითებს შორის უჩხლებდნენ ადამიანებს. ანუ ისინი აავადებდნენ ადამიანებს. მე სხვა ვერსია ვიცი. რომელი? რომ ამ კანის ბუშტუკებიდან, ანუ ანაფხეკს იღებდნენ, ამას ახმობდნენ და შემდეგ შეასუნთქებდნენ ადამიანს. ეს იყო ჩინური ტრადიცია. მე ეგრე ვიცი, რომ ჩვენთან ერეკლე მეორემდე ეგრე მოვიდა, რომ აზიიდან მოვიდა ეს ტრადიცია, მაგრამ შევეცადე რომ მომეპოვებინა ნამდვილი წყარო და ვიღაცას მივწერე კიდეც ვიღაც ისტორიკოსი ვიპოვე Facebook-ზე მივწერე რომ ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება რომ წყაროები მითხრათ და ამ კაცმაც მითხრა რომ აი აქ შეგიძლია გადაამოწმაო და რა თქმა უნდა ამის დიჯიტალური ანუ ინტერნეტში ვერ მოვიძიე ეგ და დავანებე თავი მაგრამ მე მგონი რეალურად ტექნიკას მნიშვნელობა არ აქვს შენ რასაც ამბობ ეგრე იყო თუ ეს შეასუნთქებდნენ მაგრამ აზრი ისაა რომ ერეკლე მეორემ თავის ერთ შვილზე გატესტა ეს იუმოზე ეს გატესტა და საჯაროდ ხო მე მგონი მაგ დროისთვის ძალიან ესეთი bold move იყო ამის გაკეთება რადგან რა თქმა უნდა ხალხი ძალიან სკეპტიკური იყო და როგორც ვიცი ისტორიული ჩანაწერები ამბობს რომ ამ იულონს ამ ღამეს ჰქონდა რაღაც ცხელება და მოკლედ ავადმყოფობის ნიშნები რაც დღევანდელ დღესაც კი ეს ჩაითვლება რეალურად ცოცხალ ვაქცინად დღევანდელი გადმოსახედით ცოცხალი ვაქცინა გაუკეთეს ამ იულონს და დღევანდელ დღესაც კი ცოცხალი ვაქცინები როგორიც არის მაგალითად ჩუტყვავილას ციცითელა წითურასი ხშირად ახასიათებთ ესეთი გვერდითი ეფექტები რომ ცხელება ანუ თქვათ აი ავადმყოფობის სიმპტომები 10-დან რამდენიმე დღეში ძალიან ნორმალურია და იულონმაც ეს გზა განვლო და მშრალად გამოვიდა კი და მეორე ფაქტია რომ რადგან ასევე ის რომ რამდენიმე დღეში ეს სიმპტომები განუვითარდა იმის დამადასტურებელია რომ ამ ვაქცინამ ნამდვილად იმუშავა და აღძრა იმუნური სისტემა და ამ რა თქმა უნდა ეხლა ამის დამადასტურებელი არ გვაქვს მაგრამ თითქმის დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ რომ იულონი დაცული იყო ყვავილის მიმართ მაგრამ მე მგონი არ გვითქვამს ყვავილი რა არის და რატო იყო ესეთი ავის მომასწავებელი კი არ გვითქვამს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული ინფექცია რომელიც საწოდესმე უარსებია კაცობრიობის მანძილზე ჩვენ ძველი არტეფაქტები 3000 წლის წინანდელი გვაქვს რითიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მინიმუმ ამდენი ხანი ის ცირკულირებდა დედამიწაზე და წარმოადგენდა ერთ-ერთ ნომერ პირველ კლეს ну სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ადამიანებისთვის ანუ მუდმივად გამოწვევა მუდმივად პრობლემა იყო ეს ყვავილი და ადამიანებს აი სხვადასხვა მეთოდები ჰქონდათ თუმცა ეხა ეს რაზე ჩვენ ვისაუბროთ ეს ვარიოლაციის პრაქტიკა რომელსაც ფორმები სხვადასხვანაირი ჰქონდა სხვადასხვა კულტურაში არც ერთი მათგანი უსაფრთხოდ მაინც არ მიიჩნევა ხო იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები ხო რომლებიც ალბათ სავარაუდოდ ამ პრაქტიკებს ეწირებოდნენ ან ძიმეთ ავადობდნენ და ასე შემდეგ შემდგომში იყო ის რაღაცა ცვლილებები უკვე რომელმაც ვარიოლაცია გააქრო და გააჩინა ვაქცინაცია მაგრამ ეს ვაქცინაცია იმ ფორმით არა რა ფორმითაც დღეს ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა კი ბატონო და ეს არის უკვე ედვარდ ჯენერის ეპოქა როცა მან რაღაცა ექსპერიმენტი ჩაატარა რომელიც ნუ მაყურებელი წინასწარ გავაფრთხილოთ ეხლა ასე არავინ აღარ იქცევა უბრალოდ ვეღარ იქცევა იმიტომ რომ იმ პერიოდის მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით შეიძლება მისაღები ყოფილიყო თუმცა შემდგომში უკვე ეთიკის ნორმება ეს ყველაფერი დაარეგულირა ხო ანუ რაზე ვსაუბრობთ ეხლა ამ შემთხვევაში მაყურებელსაც რომ მოვუყვეთ ესე იგი ხო თქვი ყვავილი რა არის რომ ეს არის ვირუსული დაავადება ვირუსული ინფექცია რაც რომ წარმოიდგინოთ ჩუტყვავილა რომელიც ასევე იწვევს აი გრიპის მსგავს სიმპტომებს, თქვა ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ დავატებით იწვევს კიდევ გამონაყარს. თუმცა ყვავილს ახასიათებს ის, რომ
ეს გამონაყარი იყო ძალიან ინტენსიური და გარდა იმისა, რომ ამ ვირუსული ინფექციის გამო ბევრი ადამიანი კვდებოდა, რომც გადარჩენილი იყო, შემდეგ რჩებოდათ ეს ძალიან დიდი და ინტენსიური შრამები და ზუსტად ამიტომაც ქვია ყვავილი. ედვარდ ჯენერმა ესეთი დაკვირვება შემთხვევით დააკვირდა, მოკლედ არ დამჯდარა და არ დაკვირვებულ ამას ძალით, შემთხვევით დააკვირდა, რომ ის ქალები, ვინც იმ დროისთვის ძირითადად ქალები აკეთებდნენ ამას, ძროხას წველიდნენ, მათ არ ემართებოდათ ყვავილი. შემდეგ ცოტა დაფიქრდა და მიხვდა, რომ ძროხებს თავისი, ასე ვთქვათ, თავისი ყვავილი ემართებოდათ. და ესეთ დაკვირვების მერე მიხვდა, რომ ესე იგი ამ ქალებს ჰქონდათ შეხება ისეთ რაღაცასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არიციან ამ დროს ვირუსი, მიკრობია, ეგეთი რაღაც შესახებ საერთოდ არიციან. თუმცა ეს კაცი მიხვდა, რომ ის ადამიანები, ვისაც ძროხის ყვავილთან ჰქონდათ შეხება, მიუხედავად იმისა, რომ ხელებზე ნამდვილად უჩნდებოდათ ამ ადამიანებს ეს კანის ელემენტები, ეს ნამდვილი ადამიანის ყვავილი და ესეთი ცუდი დაავადება რაც იყო, არ ემართებოდათ. და ძალიან არაეთიკურ გზას მიმართა, რომ თავისი ერთ-ერთი ამ წველავი ქალის შვილი, თუ არ ვცდები, მებაღის შვილი, 11 წლის იყო მე მგონი ეს ბავშვი. 9 წლის კიდევ უარესი. ადგა და ძალით დააინფიცირა ამ ძროხის ყვავილით. და მე ანუ ერთ-ერთი მერძევე ქალი სარას აი ამ ბუშტუკიდან აიღო შიქთავს და შეუყვანა ამას, ხო? და ბავშვი დაავადდა. ბავშვი დაავადდა ძროხის ყვავილით, მაგრამ არ დაავადდა, მე აღარ მახსოვს როგორ დაამტკიცა ის, რომ მე ხელახლა დაავადდა, ერთი თვის შემდეგ აიმეორა, ოღონდ უკვე ის საშიში ვარიანტი შეუყვანა და აღარ დაავადდა ბავშვი. ეს არის არაეთიკურობის ზეიმი, რაც დღევანდელ დღეს უბრალოდ აზრად მართალი ხარ, აზრათაც არ მოუვა დღეს ალბათ ვინმეს მაგის გაკეთება, მაგრამ ამ კაცმა ეს უდიდეს რისკზე წავიდა, ჯერ ნება რომ დართეს უკვე ალბათ არც შეუკითხავს, მოკლედ მშობელს არ ქონდა მაგდენი ძალაუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი თვის მერე ამბობს არ დაემართა ყვავილი და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ შექმნილიყო ყვავილის ვაქცინა. ყვავილი ჩვენ თაობაში საერთოდ აღარ წარმოადგენს პრობლემას, რადგან 1980 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვა, რომ ოფიციალურად ერადიკაცია მოხდა, ანუ გაქრა მსოფლიოდან ყვავილი. ჩვენი მშობლების თაობას ჯერ კიდევ ეტყობათ ეს შრამი BCG-სთან ერთად, BCG, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაა, ეტყობათ ჯერ კიდევ ყვავილის ვაქცინის შრამი. დღევანდელ დღეს ყვავილის ვირუსი ბიოტერორიზმის საშუალებად ითვლება, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება ამას თუ ვინმე გამოიყენებს ამ იარაღად, თუმცა კარგი ის არის, რომ ვაქცინა გვაქვს, რომელიც ძალიან ეფექტურია. მართალია ახლა ეგრე რომ მოხდეს 2 და 3 დღეში უცებ მილიონობით ვაქცინის დოზის დამზადება ვერ მოხდება, მაგრამ კლინიკური კვლევების ჩატარება და მთელი ის ორომტრიალი, რაც ალბათ კოვიდის დროს კარგად გახსოვთ რომ გამოვიარეთ, აღარ დაგვჭირდება. კი ბატონო. ხო, იმისის დავამატოთ, რომ ეს ვაქცინაცია რატო დაარქვა, ხო? აი ამ მთელ პროცესს, ანუ ამ აღმოჩენის შემდეგ, ხო, იმიტომ რომ ეს ვაკა არის როხა, ეს ვაქცინუს ნიშნავს როხისას და სერვისის სახელწოდება, რომელიც შექმნა ედვარდ ჯენერმა იყო, რომ როხის ყვავილს დაგმართებ და ამით უფრო დაცული იქნები უფრო საშიში ვარიანტისგან. ნინუკა შენ ახსენე აი ეს შრამები, რომლებიც აქვთ ადამიანებს, რომლებიცაც ეს აცრა მოუწიათ 1980 წლამდე, ხო, იმის შემდეგ, რაც ყვავილი გაქრა დედამიწიდან აღარ აქვთ და ბარემ აქვე დავამატოთ ვთქვათ, რომ მაიმუნის ყვავილი, ეხლა უკვე mpox-ი შეეცვალა დაავადებას სახელი, რომელიც 2 წელია, ცოტა გვაშფოთებს, გვანერვიულებს მისი გავრცელება აფრიკის რეგიონს მიღმა. ისინი ამ ვარიანტისგანაც დაცულები არიან მეტწილად, იმიტომ რომ ეს არის ერთი ოჯახის, ვირუსული ოჯახის სხვადასხვა წევრები და ასევე კიდევ ვიტყვი, რომ მათ არ დაემართებათ ასევე ახმეტა ვირუსი, სავარაუდოდ. ესეც ერთი ჩვენი ნაციონალური ვარიანტი ამ ვირუსების, რომელიც საქართველოში არის აღმოჩენილი, ხო? ასე იყო თუ ისე, აი ამ ჯენერისეულმა აღმოჩენამ ამ ვაქცინაციის საფუძველი მისცა შემდგომში ვაქცინაციის განვითარებას, ხო? ანუ რომელიც უკვე მე-20 საუკუნეში გრძელდებოდა ფაქტობრივად, როცა დავიწყეთ სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ვაქცინებით მართო, ოღონდ მას შემდეგ რაც ვირუსებიც აღმოვაჩინეთ, ეს უკვე 30-იან წლებში იყო და გამოვყავით ერთმანეთისგან ბაქტერია, ვირუსი განვასხვავებთ და მიკრობული სამყარო
დავინახეთ. დავინახეთ და კარგად შევისწავლეთ, ხო, მათი ხასიათი რო გავიგეთ. დღეს დაახლოებით რამდენი დაავადების პრევენცია შეგვიძლია ვაქცინაციით? 20-ის თუ არ ვცდები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით დაახლოებით 20 დაავადების პრევენცია შეგვიძლია ვაქცინის და ჩვენთვის რამდენი არის დაახლოებით ესეთი რელევანტური ვაქცინა აი საქართველოს მოდი დავიწყოთ, ესე იგი ბავშვი დაიბადება თუ არა, პირველ 24 საათში უკეთდება BCG-ს ვაქცინა, რომელიც არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვაქცინა არ არის ეფექტური ფილტვის ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, მაგრამ 0-დან 5 წლამდე იცავს ბავშვებს ეგრეთ წოდებული დისემინირებული, ანუ ძალიან თელს ორგანიზმში გავრცელებული ტუბერკულოზისგან და ტუბერკულოზური მენინგიტისგან. ამიტომაც არის, რომ ჩვენს ქვეყანაში და ასევე განვითარებად ქვეყნებში ჯერ კიდევ იცრებიან მოკლედ ბავშვები BCG-ით, მაგალითად ამერიკაში ან სადღაც დანიაში უკვე აღარ არის ეს ვაქცინა საჭირო, რადგან მათ ზოგადად ტუბერკულოზის кейსები ბევრად უფრო ნაკლები აქვთ ვიდრე ჩვენ, თუმცა ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგ ტრაექტორიას ადგას ტუბერკულოზის кейსების თვალსაზრისით. შემდეგ უკვე 2 თვიდან იწყება ეგრეთ წოდებული მანამდე B ჰეპატიტი კიდე. მართალია. შემდეგი ვაქცინა დაბადებიდან ეგრევე მალევე რაც კეთდება არის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. B ჰეპატიტი არის მოდი 2 სიტყვას ვისაუბროთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, აი რატო არის B ჰეპატიტი ესეთი მნიშვნელოვანი? რაღაცა მეც ესეთი განცდა მაქვს და ამას მე მგონი საფუძველი აქვს, რომ აი B ჰეპატიტი ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფორმირებულობით სარგებლობს ჩვენ საზოგადოებაში, ხო? C ჰეპატიტთან ასოცირებულმა აი გადაცემის გზებმა, რომლებიც ასევე პრობლემური იყო და იმ კამპანიებმა, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობდა, C ჰეპატიტზე ინფორმირებულობა ამაღლა, მაგრამ ყურადღების მიღმა დაგვრჩა B ჰეპატიტი, რომელიც არ იკურნება თან არ იკურნება. უფრო ადვილად გადადებადიც არის, ბევრად უხასიათო ვირუსული ინფექციაა, ხო? აი ესეთი კითხვა რო ვთქვათ, რომ ახალდაბადებულ ბავშვს რატო დავეტაკებით და მაშინ ვუკეთებთ, ანუ ვუკეთებთ პირდაპირ ვაქცინას, რატო არ ვიცით? რა არის B ჰეპატიტი ასეთი განსაკუთრებული? ორი მიზეზი, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ინფიცირებული დედიდანაც შეიძლება რომ ბავშვზე გადავიდეს ეს ვირუსი და რაც შეიძლება მალე გვინდა თუ ასე უნდა მოხდეს, რომ ამის პრევენცია შეუძლოთ და ასევე ერთი ვაქცინა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იმუნიტეტი კარგად ჩამოყალიბდეს, ამიტომ ამ 0 დღის გარდა შემდეგ ვიტყვით, რომ სხვა თვეებზეც კეთდება ეს ვაქცინა და ეს იმისთვის არის, რომ მომზადებული დახვდეს ბავშვი უკვე ცხოვრებას, იმიტომ რომ B ჰეპატიტი ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება ადამიანს დაემართოს და მოკლედ ეს რო თავიდან ავირიდოთ და რაც თავარია, ყოველთვის ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ თუ კი ვაქცინა კეთდება 0 დღეზე და 1 თვეზე, ეს უსაფრთხოა და რაღაც ჰაერიდან მოტანილი არ არის და რომ არ იყოს უსაფრთხო, არ გააკეთებ და მოკლედ ამას არ არის. ხო, ამიტომაც ითვლება ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინად, ხო? აი რამდენიმე საათს დაბადებულ ბავშვს რო უკეთებ, ესე იგი ყველასთვის შეიძლება ამის გაკეთება. და B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც თავის სახელიდან გამომდინარე აზიანებს ღვიძლს და იწვევს ღვიძლის ანთებას, ანუ ჰეპატიტს. ეხა რიცხვებს რო ვიტყვი, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ დიდად არაშავებს არაფერსო, მაგრამ 95% ადამიანებისა, ვისაც დაემართება B ჰეპატიტი, წვავედ გადაიტანს ამ ინფექციას და გამოიმუშავებს იმუნიტეტს და თითქოს არაფერი, იმ მომენტში ავად იქნება, შეიძლება რაღაც ან შეიძლება ვერც გაიგოს, ხო? ხშირად ვერც იგებენ, კი, უსიმპტომათად შეიძლება გადაიტანოს, შეიძლება კარგად ავადაც გახდეს ისე, რომ აი მიხვდეს ადამიანი ისე, რომ ექიმთან მივიდეს და მერე დიაგნოზი დაესვას წვავე B ჰეპატიტის, თუმცა ჩაიაროს ამან უმტკივნეულოდ. უმტკივნეულოდ არა, ანუ ძიმე გართულებების ხო, გართულებების გარეშე, მაგრამ იმ 5%-ში ვისთანაც ესე ვერ მოხდება, ეს ვირუსი გაქრონიკულდება, ანუ გამოიწვევს ქრონიკულ ღვიძლის ანთებას. გარდა იმისა, რომ ღვიძლი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და არ არის სასურველი, რომ მუდმივად, ანუ ესე ჰეპატიტის ანთების პროცესში იყოს, ეს ვირუსი ძალიან ხშირ შემთხვევაში იწვევს ღვიძლის კიბოს. რაც ძალიან ცუდი დიაგნოზია და ყველანაირად გვინდა რომ ეს არ დაგვემართოს. და ეს როგორ შეგვიძლია მოვახერხოთ? B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც როგორც უკვე თქვი, ერთ-ერთი ყველაზე
არასწორი ნათქვამია ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო თითქოს იმას ნიშნავს, რომ სხვები საფრთხის შემცველია, უბრალოდ ესე ვთქვათ, ისეთი ვაქცინის პლატფორმას იყენებს ეს რეკომბინანტული ვაქცინები, რასაც ქვია, რომ გაკეთებ, აი ვთქვათ BCG-ს მერე ან წითელწითურა ყბაყურის ვაქცინის მერე ხშირია, როგორც ვთქვით, ეს გვერდითი ეფექტები და აი B ჰეპატიტის ვაქცინის მერე ეს გვერდითი ეფექტებიც კი ძალიან იშვიათია, რადგან ძალიან ასე ვთქვათ სუბუქი ვაქცინა არის, ანუ ორგანიზმი ძალიან სუბუქად იღებს ამ ვაქცინას. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხელოვნურად სინთეზირებულია, აბსოლუტურად ვირუსის ფუძეზე დამზადებული ვაქცინა არ არის. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია რომ შეეხე ამ ვაქცინით მე გავშალოთ ეს თემა, მაგრამ ჯერ ეს ვთქვათ, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში თეორიული შანსიც კი არ არის, რომ ადამიანს B ჰეპატიტი დაემართოს. და მე ვიტყვით, რატო არის მნიშვნელოვანი თეორიის თქმა, ანუ აქ თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ დავმართოთ ამ ადამიანს ეს ვირუსი. ამიტომ მე მგონი B ჰეპატიტზე, ერთი რასაც ვიტყვი, ჩვენთან 2000 ან 2001 წლიდან არის უნივერსალური პროგრამა და ყველა ახალდაბადებული იცრება, თუ მშობელი მაინც და მაინც უარს არ იტყვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი გავრცელება არის როგორც B ჰეპატიტის, ასევე C ჰეპატიტის და თუ გვინდა რომ მაქსიმალურად დაბლა დავწიოთ ეს რიცხვები, უფრო სხვა ჯგუფებიც უნდა აუცრათ, მოკლედ ხო, ანუ რეალურად რა სტატისტიკა გამოგვდის, ხო, რომ აი ეს 2000-იანების დასაწყისში, როცა დაიწყო ახალშობილების აცრა საავადმყოფოებში, მაგან მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცა და ის შედეგები მოგვცა, რომ დღეს ახალგაზრდები, რომელიც ქვეყანაში არიან, მათ არ აქვთ B ჰეპატიტი. მაგ თაობაში ფაქტობრივად აღმოფხვრილია. არ იქნებაც. ეს უფრო სწორი ნათქვამია, იმიტომ რომ ეს თაობა ჯერ არ მისულა, არ დაბერებულა სათანადოდ, რომ თქვათ დავიჭიროთ მათში 20 წლის ადამიანში არ ელოდები, თქვათ არ გაუკეთებ ესე ძალიან მიზანმიმართულად სკრინინგს მოკლედ იმისას, რომ B ჰეპატიტი ხო არა, ან არ შეამოწმებ რაღაც ფუძის. ჩატარდა, ორჯერ ჩატარდა სეროპრევალენტობის კვლევა საქართველოში. ეს ძალიან საინტერესო სტატისტიკაა. სტატისტიკა, რომელიც წარადგინა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ეს იყო 2015 წელს, მერე 2021 წელს. უბრალოდ 2015 წლის კვლევაში ახალგაზრდები არ მონაწილეობდნენ. და ის სტატისტიკა ზუსტად ეხმიანება იმას, რაზეც ახლა შენ ლაპარაკობდი, მაღალ გავრცელებას კონკრეტულ ჯგუფებში, იმიტომ რომ მოზრდილ მოსახლეობაში იყო 25%-ზე მეტი ანტისხეული. ანუ თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანს გადატანილი ქონდა B ჰეპატიტი და უმეტესობა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ძალიან მაღალი და 3% იყო აქტიურად მიმდინარე ინფექცია. 2021 წელს ოდნავ იყო შემცირებული ანტისხეულების მაჩვენებელი და აი 2021 წელს რო 18 წლამდე იყვნენ აი იმ პოპულაციაში ჩატარებულ, ანუ ბავშვებში ჩატარებულ, თინეიჯერებში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ ერთი ინფიცირების შემთხვევა აღმოჩნდა, რომელიც განსხვავებული შემთხვევა იყო კიდე. იქ ფაქტობრივად აღარ ჩანს. ანუ ეს არის შედეგი აი საავადმყოფოებში დაწყებული ბავშვების აცრების ამ B ჰეპატიტის და ალბათ კიდე ერთ დავამატებ, როცა ვსაუბრობთ რატო არის ესეთი უხასიათო ვირუსი, ხო? B ჰეპატიტი არის ის, რომ აი ეს გაქრონიკულების მაჩვენებელი, რომელიც აქვს, ხო? რაც უფრო მცირე ასაკის არის ადამიანი, ბავშვი, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ქრონიკულად წავიდეს ინფექცია, მას შემდეგ და მძიმედ, რაც ეს ექსპოზიცია და ქრონიკული ხარ, რატო არ გვინდა ჩვენ რომ ქრონიკული იყოს, ხო? იმიტომ რომ ქრონიკულია. მთელი ცხოვრება, ანუ ამ ეტაპზე არ გვაქვს საშუალება, რომ მოვახერხოთ ვირუსის გამოდევნა ორგანიზმიდან და შესაბამისად ის ადამიანი უნდა იყოს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, ანუ ეხლა მაინც დავამშვიდოთ ადამიანები ხა ვისაც არ შევაშინოთ, ეს სასაკვირველი განაჩენი არ არის, დღეს მართვადია B ჰეპატიტი, თუნდაც გქონდეს ქრონიკული B ჰეპატიტი, ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის პროგრამაც, ყველაფერი უფასოა, მედიკამენტები აბსოლუტურად უფასოდ, ხელმისაწვდომია და ამ მედიკამენტის მიღების შემთხვევაში თქვენს ჯანმრთელობის ხარისხზე, თქვენი ცხოვრების ხარისხზე აღარაფერი მოქმედებს. ზუსტად ისე ცხოვრობთ, როგორც სხვა ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ B ჰეპატიტი. უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია, რომ აი როგორც C ჰეპატიტის შემთხვევაში მედიკამენტებით ვირუსისგან გავთავისუფლდეთ ორგანიზმიდან, ასეთ შედეგს ვერ ვიღებთ B ჰეპატიტისგან. ერთს დავამატებდი, რომ ჩვენ კი ეხლა დავიწყეთ და მხოლოდ ეხლა რა, თქვა 25 წელია დაახლოებით, რაც დავიწყეთ და პირდაპირ მხოლოდ ბავშვები ავცერით. სხვა ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში ეს ვაქცინა დაახლოებით 94 წლიდან არსებობს.
95 წლიდან დაინერგა საფრანგეთში მაგალითად და ჯერ იქაც დანერგეს მხოლოდ ბავშვებში, მაგრამ მე მიხვდნენ რომ ეს შორს ვერ წავიდნენ და აცრეს მოკლედ თითქმის ვისაც მიწვდნენ ყველა აცრეს და ეს უბრალოდ ეხა ეს ქვეყანა მომყავს მაგალითად რომ საფრანგეთს თუ შევხედავთ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს ჰეპატიტის კეისების. თუმცა არ ვიცი როგორ ჯობს თითო ვაქცინებთან ასოცირებულ მითებზე ბარემ ვაქცინებზე რო ვისაუბრებთ, მაშინ ვისაუბროთ თუ მე ბოლოს მოვაყოლოთ, რომ ძალიან არ ავიდნენ მე. მოგეთ B ჰეპატიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფექცია და მე მაგალითად ჩემ გარშემო ყველას მოვუწოდებ ხოლმე, აი ვინც 2002 წლამდე, 2001 წლამდე არიან დაბადებულები, რომ მათ თავიანთი სტატუსი გადაამოწმონ, სკრინინგის პროგრამაში ჩაერთონ და თუ კი ანტისხეულები არ დადასტურდება, ამ შემთხვევაში უკვე მიმართონ, გაიკეთონ ვაქცინაცია, იმიტომ რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია, იმიტომ რომ B ჰეპატიტის ვაქცინა იყო პირველი კიბოსაწინააღმდეგო ვაქცინა, ხო? იმიტომ რომ B ჰეპატიტის ვირუსი არის ის ვირუსი, რომელიც იწვევს ღვიძლის კიბოს და ჩვენ შეგვიძლია ამისი პრევენცია ვაქცინაციით ძალიან მარტივად. თან სრულიად ხელმისაწვდომია აწი უკვე აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. თუმცა რაღაც ფუშინგი მიდის კონკრეტულ სპეციალობებზე, ხო, ექიმებისთვის მაგალითად, სადაც ეს სავალდებულოა ისედაც და რადგან თქვათ რატო მაღალი რისკია. იმიტომ რომ მუდმივი სისხლთან შეხება. და რატო სისხლი, რატო? იმიტომ რომ სისხლით გადადებადი ინფექციაა ეს. C ჰეპატიტთან შედარებით უფრო მეტად გადადის სქესობრივი გზითაც, C ჰეპატიტს ძალიან დაბალ პროცენტში აქვს სქესობრივი გზით გადადების მაჩვენებელი და ამიტომ სამედიცინო დაწესებულებებში, ვისაც სისხლთან აქვს შეხება, იმ ადამიანებისთვის ძალიან მაღალი რისკია და პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ დაცულები, ამიტომ მათთვის სავალდებულოა B ჰეპატიტის. მეც ეგრე ავიცარი. მეც ასე მომეწია. მამის ფარგლებში. უცებ გავანდეთ ჩვენი ასაკი მაყურებელს. ხო, ჩვენ ესე მოგვიწია, უკვე შემდგომ პერიოდში მოგვიწია ეს უკვე გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება ან ვალდებულებების გამო. თუმცა ძალიან კარგი იყო ეს რომ გავაკეთეთ. ნამდვილად. კი ბატონო, შემდეგი რომელი არის ესეთი მნიშვნელოვანი, რომელსაც ალბათ უნდა შევეხოთ, ხო? ნუ მეტნაკლებად შევეხოთ, თქვათ ყველა. აი გეიმ ჩენჯერები ძირითადად, თქვათ პოლიო. ნუ ხო და პოლიო შედის კომპლექსურ ვაქცინებს, რასაც ეძახიან და ეს არის ამ მომენტისთვის ჩვენთან არის ექვსვალენტიანი ვაქცინა, ეხლა მე ჩამოვცვლი და რამე თუ გამორჩება, გამახსენე. პოლიომიელიტის ვირუსი, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ტეტანუსი, დიფტერია, როტა, B ჰეპატიტიც შედის ამ კომპლექსურში და ჰამოფილუს ინფლუენზათი გამოწვეული პნევმონია. ეს არის 6 კომპონენტიანი, ანუ ერთი ვაქცინა არის ეს ერთ ფლაკონში, ერთ ვაიელში მოდის და კიდევ ამასთან დამატებით ბავშვებს უკეთდებათ პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი კეთდება სადღაც 2-დან 6 თვის შუალედში. პოლიომიელიტი ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი წელი არ დაფიქსირებულა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის დამსახურება არის და ანუ ყველგან ვაქცინაციის დამსახურებაა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა რჩება, სადაც ჯერ კიდევ ცირკულირებს პოლიომიელიტი. ნუ 2-3 შემთხვევა, მაგრამ ეხლა გქონდა ნინუკა თუ მიაქციე ყურადღება ნიუსებს ღაზის სექტორში. ხო, აი შემთხვევა. ეს ძალიან სიგიჟე არის. სიგიჟეა, მაგრამ ეს რაც მან ხდება ეს ყველაფერი სიგიჟე არის, ჯერ ამას გავუსვათ ხაზი და ძალიან დიდი დანაშაულია ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ფიქსირდება ავღანეთში, რადგან ხო, ავღანეთ-პაკისტანის 2-3 შემთხვევა სულ იყო და მაგას ვცდილობდით, რომ აი ეს თუ აღარ იქნება, ალბათ გადავაშენებთ. მან ისიც არის, რომ ესე ვამბობთ, რომ 2-3 შემთხვევა, მაგრამ რეალურად ქვეყნის შიგნით ზუსტად არ ვიცით რა ხდება, მაგრამ მაგალითად აი ინდოეთში რამდენიმე წლის წინ 2012-ში მოხდა, ასე ვთქვათ, თუ არ ვცდები, შეიძლება წელი მეშლება, მაგრამ სადღაც მაგ მიდამოებში იყო მოხდა ერადიკაცია, ანუ აღმოფხვრა პოლიომიელიტის, მაგრამ რაშია საქმე? მაინც რჩება, ჩვენ ვით საქართველოში უკვე აღარ ვიცრებით ეგრეთ წოდებული ორალური პოლიოთი, რასაც ჰქონდა რეაქტივაციის შანსი, ანუ ძალიან პატარა. ანუ განვმარტოთ მაყურებელს რა არის ეს რომელ ვაქცინაზე ენაზე დასაწყვეტებელი პოლიოს ვაქცინა რო იყო მაგაზე ვსაუბრობ. ეხლა ნემსით კეთდება და ენაზე დასაწყვეტებელი არის live attenuated, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვაქცინა, რასაც ძალიან პატარა პროცენტში ახასიათებს რეაქტივაცია, ანუ ადამიანს მართლაც რომ შეიძლება დაემართოს პოლიომიელიტი და გაავრცელოს მერე ეს ვირუსი.
და აფრიკის კონტინენტზე ეხლაც ერადიკაცია თითქმის მომხდარია, მაგრამ აი ამას ვებრძვით. ვაქცინით მიერ გამოწვეულ შტამებს დავსდევთ, ასე ვთქვათ. რაც შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქ არის risk-benefit ratio, ანუ რისკების და სარგებლების ფარდობა და ბევრად უფრო გადაწონის ის სარგებელი, რაც ვაქცინაციისგან მოგვაქვს, იმას რომ იმ რამდენიმე ადამიანს დაემართოს მოკლედ ეს პოლიო. მაინც განმარტოთ ხარ აზრს საუბრობთ, ხო ეს პოლიო ჩვენ გარშემო აღარ არის და ადამიანებმა ჩვენ გარშემო აღარ იციან რა დაავადებაზე ვსაუბრობთ. ფოტოების შეგვიძლია დავანახოთ, სადმე რომ გამოვაჩინოთ რა ემართებოდათ ადრე ადამიანებს. თხოვთ მე ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს და რამდენიმე ფოტო ალბათ ეხლა ნინუკა აგერ აქ სადღაც გადის ეს ფოტოები. ხო, ეს რა იყო? ანუ განვითარების დარღვევებს იწვევდა, ხო? სხვადასხვა სახელის პარალიზი და ამბლა რაღაცა ეს სახელებს არ ქმნიდნენ ადრე უწინ. ეგრეც იყო. ხო, ანუ ის რომ ამ გარემოში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მაგალითად მოკლე კიდურები ჰქონდათ, ან რაღაც განვითარებელი, ხო, ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვეულებრივი მოვლენა და აღარ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ცოტა ხნის წინ რამდენიმე იმდენად შეეძლო, ანუ ეს პოლიომიელიტიც რაღაც სპექტრივით იყო, ყველას ერთნაირად არ აავადებდა, ვიღაცას ფეხზე ემართებოდა, ვიღაცას თქვათ, არ ვიცი, ფილტვის დიაფრაგმის კუნთებით შეიძლებოდა, რომ ანუ აღარ მის დიაფრაგმის კუნთებსაც აღარ ემუშავათ და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა ადამიანი, ვინც აი ამ კამერაში 2 წლის წინ რკინის ფილტვებში ვინც იწვა, იმიტომ რომ დაემართა პოლიომიელიტი, რაც ესეთი ადამიანები საბედნიეროდ აღარ არსებობენ, სწორედ იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ეფექტური ვაქცინა. ალბათ აი აქ ხო შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს ადამიანი, რომელიც ანუ რატო ხო? იმიტომ რომ ის ვერ სუნთქავდნენ თავისით და ამ აპარატში ცხოვრობდნენ ისინი მთელი ცხოვრება. რეალურად პოლიოს აღმოფხრა განაპირობა მხოლოდ ვაქცინაციამ და ეხლა შეიძლება ჩვენს მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა, რომ თუ უფრო უსაფრთხო ვაქცინებიც არსებობს, რომელიც ნინუკა შენ ახსენე რომ ჩვენ YNMC-ით ვიკეთებთო და ეგ უსაფრთხო ვარიანტად არის. უსაფრთხო ვარიანტია უფრო ხო ვიდრე ენაზე დასაწყვეტებელი ვაქცინა, რატო არ ვაკეთებთ იმას? იმიტომ რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის ეს ვაქცინა, ხო? კი, და გარდა ამისა, ორალური ვაქცინა, რადგან არის ცოცხალი ვაქცინა, უფრო ეფექტური არის. ბევრად უფრო ეფექტური არის ვიდრე ეს ინაქტივირებული ვაქცინა და შესაბამისად უფრო ანუ პოპულაციური იმუნიტეტს რასაც ვეძახით, რომ თქვათ 100-დან 8-ი რამდენი ადამიანი იქნება დაცული, უფრო მაღალ რიცხვს აღწევ ამ დაცულობის. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ზონებში, სადაც გავრცელება რა თქმა უნდა და თუ გინდა რომ რაღაც აღმოფხვრა, ესაც უნდა მოიქცემ. ეხაც თუ სწორად მახსოვს, ისევ ეს ორალური ვაქცინით მოხდა ღაზის სექტორშიც. თუ პირველ ჩვენთანაც ესე იყო, რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, რომ მოკლედ თავიდან ამ ორალურით იცრებოდნენ ბავშვებიც, უკვე ბოლო წლებში, ბოლო 10 წლეულში იყო, თქვათ 5 წლამდე იცრებოდნენ ინაქტივირებული თან ნემსით და მე 5 წელზე იყო ეს ორალური, მაგრამ ეხაც უკვე ჩვენი ქვეყანა მივიდა იმ საფეხურამდე, რომ აღარ გვჭირდება მოკლედ ეგ და ჩვეულებრივად ინაქტივირებულით იცრებიან. თუმცა ერთი ორალური ვაქცინა გვაქვს ჩვენს კალენდარში. და აკვე დავამატებ, რომ არ შეეშალოთ ჩვენ მშობლებს, აი მე სხვა რაღაცა ხო არ გამიკეთეს. ეს არის როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. და აკვე ვიტყვი რომ არა, ეგ სხვა რამეა. სხვა ვაქცინა, პოლიოს ვაქცინა შედის აი იმ კომპლექტში, რომელიც ჰექსავაქცინას რო ეძახიან, პირველი მაშინ კეთდება, რომელზეც ახლა ნინუკა საუბრობთ. კი ბატონო. კიდე რომელი დაავადება შეგვიძლია რომ გამოვყოთ? ალბათ დიფტერია. როტაზე მარტივად ვთქვათ, კაი, როტავირუსი მნიშვნელოვანია, კი. როტავირუსი მოზრდილ ადამიანებში არ აშავებს დიდად არაფერს, მაგრამ პატარა ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში იწვევს ძალიან მძიმე ფაღარაც, რაც ხშირად დეჰიდრატაციით მთავრდება და სიკვდილიანობითაც ხშირად დამთავრებულა, მაგრამ ამ ვაქცინით ეს პრობლემა ბავშვებს ფაღარათი მაინც ემართება სხვა ვირუსებით გამოწვეული, მაგრამ როტავირუსით ნამდვილად აღარ. და შესაბამისად, ანუ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი, რომელიც იყო ამ როტავირუსთან ასოცირებული, ფაქტობრივად აღარ გვაქვს. კი, და რადგან ამ თემას შეეხეთ, წეგან დამავიწყდა ამის თქმა. ზოგადად BCG-ს ვაქცინა აღმოჩნდა, რომ BCG გარდა იმისა, რომ გვიცავს ამ გავრცელებული დისემინირებული ტუბერკულოზისგან, ასევე გვიცავს ზოგადად
იცავს ინფექციური დაავადებებისგან და აღმოჩნდა, რომ ის ქვეყნები, სადაც BCG დანერგილი არის, all case mortality, ანუ ბავშვთა გარდაცვალება 5 წლამდე ასაკში ზოგადად სხვადასხვა მიზეზებით ბევრად უფრო დაბალია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს არ არის დანერგილი. და ეს ანუ განმარტებული არის, ასე ვთქვათ, როგორ ხდება, რატო ხდება ესე, რომ BCG-ს ვაქცინის ბუნებიდან გამომდინარე ჩვენს იმუნურ სისტემას ბუსტავს იმისკენ, რომ უფრო ხო, აი აქტიურებს და უფრო უნარიანს ხდის, რომ ებრძოლოს სხვადასხვა ებრძოლოს არ შეებრძოლოს სხვადასხვა გამოწვევებს. ამიტომ BCG მოკლედ მართლა იდეალური ვაქცინა არის, ჯერ იდეალური არის, იმიტომ რომ ყველაზე ერთი საუკუნეზე მეტია რაც ეს ვაქცინა არსებობს და მისი პროფილი ყველაზე კარგად არის შესწავლილი და არის ძალიან უსაფრთხო და ეფექტური და გადასარევი ვაქცინა. ნუ ტუბერკულოზისგან შეიძლება ისე ვერ გვიცავს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ სხვა კარგ საქმეებს აკეთებს. ნინუკა, აი ამან გამახსენა კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს. ალბათ ჩვენს გაგიგია იმ ადამიანები, რომლებსაც კონსულტირებას უწევ ხოლმე საკითხზე, რომ აი ვაქცინას რო გაიკეთებ, მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში იმუნიტეტი დასუსტებული, ამიტომ თავს უნდა მიხედო და ასე შემდეგ, ხო? აი მოდი ამ საკითხს ნათელი მოვფინოთ და ეს მითი დამამსხვრიოთ ადამიანებში. მარტივი პასუხი ამარის ამაზე, რომ არა. არც ერთი ვაქცინის შემდეგ არანაირი იმუნური სისტემა არ სუსტდება და მსგავსი არაფერი არ ხდება. ერთადერთი მე მგონია რომ ყველა მითს რაღაც საფუძველი აქვს, ანუ თქვათ ადამიანებმა რატომ მოიგონეს ეს ან რატო იგონათ რომ ესე იყო. რაღაც ვაქცინების შემდეგ, აი ბევრჯერ ვახსენეთ უკვე წითელ-წითურა ყბაყურას ვაქცინა, რაც ცოცხალი ვაქცინა არის. ცოცხალი რას ნიშნავს, რომ ვირუსი კი დასუსტებულია, მაგრამ ცოტა ცოცხალია, აი ესე პირდაპირ რო ვთქვათ. ამიტომ უფრო იმუნიტეტი უფრო კარგად აღიქვავს მას, ვიდრე ვთქვათ B ჰეპატიტის ვაქცინას და შესაბამისად იმუნური სისტემა რომ აქტიურდება, ადამიანის ორგანიზმი ამას გრძნობს, აქვს ცხელება, ვთქვათ, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი, რაც ზოგადი ავადმყოფობის ნიშნები. და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ამან გააღვივა ეს თეორია, რომ იმუნიტეტის აცრის შემდეგ იმუნიტეტი სუსტდება. არა, იმუნიტეტი არ სუსტდება, უბრალოდ იმუნიტეტი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს და არანაირი სამეცნიერო კვლევით არ დადასტურებულა, რომ აცრის მერე ადამიანები უფრო ვთქვათ, მოწყვლადები არიან რამე ინფექციების ან რამე დაავადებების მიმართ. არც ერთი ვაქცინა. კი ბატონო, უფრო მეტის ხო ეს არის ბუნებრივი პროცესი, ამ ანტიგენებთან ურთიერთობა ჩვენი იმუნიტეტისთვის და ეს ვარჯიშობს ეს ჩვენი იმუნური სისტემა. ნინუკა, რაც გურელი ახლა ამ პირველ ეპიზოდში ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ ყველა ის ინფექციური დაავადება განვიხილოთ, რომელიც საწინააღმდეგო ვაქცინაციას საქართველოში ტარდება, მაგრამ ისე ამ ბავშვების ნაწილში მაინც რო დავშჩეთ, აი ყველაზე ძირითადებს და მნიშვნელოვან ინფექციებს რო შევეხოთ, ერთ-ერთი ასეთი არის დიფტერია მაგალითად. დიფტერია, რომელიც წარმოადგენდა ბავშვთა სიკვდილების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს და დიფტერია არის თან ბაქტერია. კი. ბაქტერია, რომელსაც ძალიან ბევრი ისიც მიძღვნებიც აქვს ხელოვნებაში, შემორჩენილი არის რაღაცა ესეთ კოლექტიურ მეხსიერებაში, იმიტომ რომ რაც იწევდა, ხო? ყელში ესე მრავლდებოდა და მერე გუდავდა ბავშვებს და ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. დღეს როგორი სურათი გვაქვს გლობალურად დიფტერიასთან დაკავშირებით? პრაქტიკულად აღარ გვაქვს და ახალგაზრდა ექიმები კი არა, მე მგონი წინა თაობასაც კი უკვე შეიძლება ისე იყო ექიმი და პედიატრი განსაკუთრებით, რომ საერთოდ ერთი кейსიც ვერ ნახო მთელი კარიერის განმავლობაში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის დამსახურება, თუმცა დიფტერიას არა, ეს ყველა ვაქცინას ეხება ეს. ნიშნულოვანია, რომ მაქსიმალურად ავიცრათ და პოპულაცია იყოს მუდმივად აცრილი, იმიტომ რომ როგორც კი ოდნავ დაიწევს პროცენტი პოპულაციის აცრისა, ეს გაძვრება ხოლმე ეს ინფექცია სადღაც და მე იფეთქებს. თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა დიფტერიის кейსი და ეს იყო ემიგრანტში დაფიქსირდა, ანუ ასე ვთქვათ, შეტანილი кейსი იყო დიფტერიის და ეს ადამიანი თავად აუცრელი იყო და
აუცილებელი იყო და ამიტომ არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად ყოველთვის ავიცრათ და ავცრათ ჩვენი შვილები ყველაფერზე. კი ბატონო და აქვე პატარა ისიც რომ მოვაყოლოთ ამბავი, რომ არც დიფტერიის ვაქცინაცია არ ყოფილა თავის დროზე მარტივი ქვეყანაში, იმიტომ ჩვენ ბოლოსკენ ვისაუბროთ იმ მითებზე რაც არის, ხო და ეგ მითები ერთ-ერთი ძლიერ ტალღად თავის დროზე 90-იან წლებშიც დიფტერიის ვაქცინაციასაც ჰქონდა და ოღონდ ცოტა ტრაგიკული ისტორიაც გვაქვს, იმიტომ რომ აი ის ვინც მაშინ ეს ყველაფერი დაიჯერა, ხო, საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ რამდენიმე ბავშვი დაგვეღუპა და მერე უკვე ამ ტრაგედიის შემდეგ შევძელით რეალურად აღმოფხვრა ფაქტობრივად დიფტერიის, იმიტომ რომ მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო და ჩატარდა საქართველოში. ეს ალბათ ცალკე ეპიზოდის თემა, იმდენად საინტერესო ისტორია გვაქვს დიფტერიაზე, იმიტომ რომ ჩვენი უნიკალური ისტორია გვაქვს კიდე დიფტერიასთან მიმართებაში. და ბოლოს აი ამ დაავადებებიდან და ვაქცინებიდან, ну ალბათ წითელი წიწურა ყაყურას რო არ შევეხოთ, ასევე არ შეიძლება, ხო? სამივე საშიში ინფექცია სხვადასხვა თვალსაზრისით და აი მოდი ძირითადი მახასიათებლები რო თქვათ ამ დაავადებების. მოკლედ, უცებ რო შევაჯამოთ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებულ მითსაც მინდა რომ ვილაპარაკო, რაც ყველაზე მე მგონი ყველაზე დიდი მითოლოგიის ნაწილი ამ ვაქცინაზე მოდის, მოკლედ, ვაქცინებთან დაკავშირებით. ვაქცინაზეც კი ბატონო. და ისაც ხო სხვა სახელის დავარ ბატონები, ხო? ამასთან არის დაკავშირებული. წითელ წიწურაც და ყმაყურაც ჩვენს ქვეყანაში მოიხსენიებენ როგორც ბატონები, იმიტომ ეძახდნენ ბატონებს, რომ საკმაოდ გვერაგი დაავადებები არიან, ეხლაც უბრალოდ შედარებით ნაკლებად ემართებათ ბავშვებს სწორედ ამ ვაქცინების გამო, რადგან ხშირად თავდებოდა სიკვდილით, ავადმყოფობა ძალიან ძიმედ მიმდინარეობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბედნიეროდ გვაქვს სამივე საწინააღმდეგო ვაქცინა, ძალიან ეფექტურია, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინებია ეს, თუმცა ერთ ვაქცინად მოიხსენიებთ, იმიტომ რომ ერთად კეთდება და ერთ კომპლექსური ვაქცინა არის, მოკლედ ესეც. რა არის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი წიწურა ყმაყურის ვაქცინასთან დაკავშირებით? ეს ვაქცინები კეთდება 1 წელზე და შემდეგ 5 წელზე. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ვაქცინის გაკეთება, რადგან თუ კი პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ თუ კი პოპულაციის თითქმის 100% არ არის აცრილი, გაძვრება მაინც ეს განსაკუთრებით წითურა ან წითელა და შემდეგ პატარა ამ აუთბრეიქებს, როგორ ვთქვათ, აფეთქებებს, ხო, ეპიდაფეთქებებს გამოიწვევს ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ვაქცინა რაც ქონდა ეხლა ხო კოვიდის დროს, როცა ვერ აკითხავდნენ. ეს მთელი მსოფლიო გამოწვევს. 20 თუ სწორად მახსოვს ხარ ვარ შემეშალოს, 20 რაღაც ქვეყანაში იყო ესეთი ეპიდაფეთქება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია იმ თვალსაზრისით, რომ ელიმინაციაზე ვფიქრობთ თანამედროვე. ამ გზას ადგა ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენც თუ არ ვწდები, კოვიდი სანამ მოხდებოდა, მანამდე მივიღეთ რაღაც ჯილდოსავით, რომ წითელას, მოკლედ პოპულაციური იმუნიტეტით წითელას აცრის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა და ნუ კოვიდის გამო, მოკლედ ეს ასე ვთქვათ, შეირხა ცოტა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტნაკლებად მაინც კარგი ნდობა აქვთ მშობლებს ვაქცინაციების. სტატისტიკა სულ კარგი ქონდა. კარგად მივდივართ და ეს არ ვიცი, ჩვენ ვისი დამსახურება, მე მგონი კოლექტიური დამსახურება არის ბევრი რაღაცის, ექიმებისაც, რაღაც სხვადასხვა ადამიანები და ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ვაქცინებზე და მოკლედ დინამიკაც კარგია. მაგრამ მე რაზე მიყვარს ძალიან ლაპარაკი, ეს არის წითელი წიწურა ყმაყურის MMR-ის ვაქცინასთან დაკავშირებულ მითთან, რაც მსოფლიოს მოედო და მსოფლიო დააზიანა. ეს არ იყო, ვთქვათ, მარტო ინგლისში, სადაც დაიწყო ეს ყველაფერი, მარტო ინგლისი არ დაუზიანებია, ყველა დააზიანა. და რა მოხდა? Wakefield იყო ესეთი ექიმი, რომელმაც 90-იანი წლების ბოლოში ჩაატარა 12 ბავშვზე კვლევა. მაყურებელმა მინდა გაამახვილოს ყურადღება ამაზე, რომ ადგე დღეს ადამიანი და 12 ადამიანს დააკვირდე, რა დაკვირვებაც არ უნდა იპოვო იქ, ეს იქნება არასწორი, იმიტომ რომ არ რელევანტური, ვერ განაზოგადებ მონაცემს. არ არსებობს, რომ ეს მონაცემი იყოს სწორი, იმიტომ რომ 12 ადამიანივე შეიძლება იყოს ქერა, ან შავგრემანი, ან მქონდეს რაღაც ყავისფერი თვალები და იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა ესეთია რა. მაგრამ ამაში უფრო საინტერესო კიდე ის არის, რომ ეს ადამიანი ადგა 12 ბავშვს დააკვირდა, რომლებიც წლის მერე სადღაც 2-დან 3 წლამდე თუ არ ვწდები და ამას ეხლა დიდად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვები, რომლებიც იყვნენ წითელი წიწურა ყმაყურაზე აცრილები, მეო დავაკვირდიო და ეს 12-ვესო გამოუვლინდაო აუტიზმის სიმპტომებიო. მაშინ აუტიზმს ვეძახდით აუტისტური სპექტრის დაავადებას. დაავადებას არა, მდგომარეობას. და
თავარი ისაა, რომ ესეც გააყალბა. ანუ ამ ეგეც გააყალბა, ანუ მესმის, რომ 12 ბავშვი მართლა შეიძლება რომ ერთი და იგივე დაკვირვება ნახო, ანუ შეიძლება ის ტყუილი არ იყოს, უბრალოდ განზოგადების ნაწილი იყოს ტყუილი. ესეც კი მოიწვა. ანუ ის ტენდენციას კი ჩვენებდეს, მაგრამ ეგეც ტყუილი. ტენდენციაც არ იყო, არაფერი არ იყო. ყველაფერი ტყუილი. და ეს ამის კვლევა, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან ისეთი ცნობილი და კარგი ექიმი იყო, დაიბეჭდა მოკლედ ძალიან სანდო ჟურნალში. რაც კიდე მეორე ამბავია. და დღეს რომ მოგინდეთ ამ არტიკლს, ამ პუბლიკაციას ვეღარ მოიწიებთ, იმიტომ რომ ამ ჟურნალმა მე რო ატყნა მოკლედ ერთი ამბავი, ამ ჟურნალმა თქვა ძალიან დიდი ბოდიშიო, ეს რა დაგვემართაო, წაიღეს ანუ retraction გაუკეთეს ამ პუბლიკაციას. მაგრამ ეხლა რა მოხდა? ამ კაცმა დათესა ეს გააღვივა ეს ეჭვი, რომ წითელა წითურა ყმაყურის ვაქცინა იწვევს აუტიზმს. და რატო ამ მომენტისთვის აუტისტურ სპექტრზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. მარტო ვიცით ის, რომ სიმპტომები ჩნდება სადღაც 1 წლის მერე და აუტისტური სპექტრის სიმპტომები ზოგადად რა არის, რომ ვთქვათ, ბავშვი რომელიც მეტყველებას იწყებდა, ან წყვეტს აღარ საუბრობს საერთოდ, ან რეგრესს განიცდის, ან აი ეს სპექტრი, იმიტომაც ქვია, რომ ყველა ანუ ამ სპექტრზე მყოფი ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მეტნაკლებად მოკლედ ეს სიმპტომები ახასიათებთ ყველას, ხო? და რა თქმა უნდა, მშობლებს მოკლედ ძალიან შეეშინდათ და ეს კაცი თან ამას აგიტაციას ეწეოდა, რომ მე მართალი ვარო და რა თქმა უნდა, ბევრი მშობელი გადმოიბირა თავისკენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ახლა 1 წლის შვილი რო ყავს, ის მინიმალური რისკიც არ გინდა რომ გაწიო რომ შენ შვილს რაღაც ავნო და გირჩევნია რომ არ აცრა, იმიტომ რომ უფრო ნაკლებად გესმის ადამიანს რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ წითელა წითურა ყმაყურაზე არ აუცრელობამ და რეალურად მეც ახლა რომ ჩემი ვთქვათ ცოდნა რომ ანუ რომ დავივიწყო ყველაფერი რაც ვიცი რომ მკითხო რა გირჩევნია შენმა შვილმა ვთქვათ მეტყველება შეწყვიტოს და რაღაც განვითარება შეაჩეროს თუ წითელა დაემართოსო ავირჩევდი რომ წითელა დაემართოს ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მშობლების საქციელი აბსოლუტურად ლოგიკური იყო რა, როგორც მოიქცნენ. მაგრამ მე აღმოჩნდა კიდევ სხვა ფენა დაემატა ამას, რომ ამ კაცს ჰქონდა ფინანსური ინტერესი, თვითონ იყო რაღაც ფარმაკომპანიასთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობდა და თვითონ უნდათ მარკეტზე გამოეტანათ წითელა წითურა ყმაყურის ვაქცინა და ეთქვათ, რომ იმით კი არა იცრათო, ეხარითიც ვიცრებითო, აი ამით აიცერითო, ესე უკეთესი ვაქცინაა. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე უკვე მოკლედ დიდი ზიანი რო იყო მოიტანა ამ ყველაფერმა ძალიან snowball effect-ს რო ეძახიან რომ ძალიან ძნელი გახდა მოკლედ ამ ყველაფრის შეჩერება და დღესაც კი ნახავთ ბევრ ადამიანს ვინც ამბობს რომ წითელა წითურა ყმაყურის ვაქცინა იწვევს აუტისტური სპექტრის სპექტრს რაც სიმართლეს არ შეესაბამება ამაზე დაიხარჯა უდიდესი ადამიანური და ფინანსური რესურსი, ჩატარდა უამრავი კვლევა და რას გულისხმობ, რომ მეცნიერები ადგენენ და ეს რომ გაენეიტრალებინათ წლების მანძილზე აიღეს მონაცემები. ან დაედასტურებინათ, რა თქმა უნდა, მაგრამ 25 წელი იკვლევდნენ ამ საკითხს. მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ესე არ იყო, მაგრამ ხო უნდა დაამშვიდო ეს ხალხი ღელავს და ხალხი უნდა დაამშვიდო. შესაბამისად, აი უამრავი ქვეყნის მონაცემები, ანუ მილიონობით ბავშვის მონაცემების შეგროვება ხდებოდა წლების მანძილზე და მე რეტროსპექტულად, ანუ დღეს შეაგროვე მონაცემები და მე უკან გაიხედე რა მოხდა და ნახეს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მოკლედ ამ ვაქცინას და აუტისტურ სპექტრს. უბრალოდ რატო ემთხვევა დროში ეს ერთი მეორეს ეს ვაქცინა კეთდება 1 წლის ასაკში, როცა ბავშვმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი, სიარული, უნდა გახდეს სოციალური, დაიწყოს თქვათ მოკლედ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის 1 წლიდან, თქვათ 1 წლის ბავშვი და 6 თვის ბავშვი საგრძნობლად განსხვავდებიან განვითარების პროცესში. მე შემდეგი ეტაპი უკვე 3 წლის, როცა უკვე ყველაზე ხილვადი ხდება აუტიზმის ნიშნები და მაგ პერიოდიდან და ნუ იმის რა არის ეს ვაქცინა გაკეთებული. რა თქმა უნდა და ძალიან ლოგიკურად ახსნადია ერთი შეხედვით. და ამიტომ ეს მოდი ნუკა კიდე ერთ ავამატებ, ხო? კი, ეს მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენმა კვლევამ დაადასტურა, ხო? ეხლა ისეთი ძალიან მოწადინებული ადამიანი და ბევრი მოწადინებას რეალურად ამას არ ჭირდება, ხო? იმ თანამედროვე კვლევებსაც ნახავს, ამ ისტორიასაც გაეცნობა.
დღემდე, აი ამ წუთამდე ეხლაც ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ამას ამბობენ, ხო? აი ამ წუთას მე ვლაპარაკობ, სადღაც ბევრი ადამიანი იგივეს ამბობს და მე მგონია რომ ეს აქ კიდე სხვა შრეები აქვს ამ საკითხს, იმიტომ რომ აუტიზმს ახლდა კიდე ბევრი ისეთი სიგიჟე რომელიც მაშინ არ ვიცოდით რომ სიგიჟე იყო, მაგრამ იმ პერიოდში ეგრე მაგალითად რა, რომ თუ გახსოვს თავდაპირველად ბევრ თეორიას შორის, ხო, რა იყო აუტიზმის გამომწვევი, ერთ-ერთი იყო, რომ ეს არის შიზოფრენიის ისეთი ფორმა, რომელიც ბავშვებს ემართება და ეს არის დედის ბრალი. იმიტომ რომ ბავშვმა დედამ საკმარისი სიყვარული არ მისცა დასაწყისისთვის, ну აი ესეთი აი მაგათ ზუსტად ეს ისტორია აქვს, ტემ გრანდის ეს ცნობილი აუტიზმის მქონე ქალია, მეცნიერი ქალი, რომელიც დღეს ცხოველებს, როხებს იკვლევს და მის ბიოგრაფიულ წიგნში ზუსტად აი ამ ნაწილს კითხულობ, იმიტომ რომ დედამ თქვა, რომ თქვენ ხო კარგად ხართ, მე ძალიან მიყვარდა ჩემი ბავშვი, პირველივე წუთიდან და არაფერი მომიკვლია და მე როცა თან მიზეზის ახსნაც არ ხდება, ასეთი თეორიები როა და რაღაც თითქოს სიშვერენ დედისკენ, ხო? ხსნად მოევლინა თუცებ აი ეს თეორია რომ ვაქცინამ გამოიწვია ბრალეულობა ადამიანების აღარ იყო. ტუბერკულოზზე იყო იგივე სხვათა შორის, რა სანამ გაიგებდნენ და ხო არ ვიცოდით რომ არსებობდა მიკრობები, ვირუსები და ცდილობდნენ სხვადასხვა მიზეზისთვის დაებრალებინათ და ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო რომ იმ ადამიანებს ემართებოდათ, ვის მშობლებს სათანადოდ არ უყვარდათ. გარდა იმისა რომ ვამპირებს ემართებოდათ და ასე შემდეგ, იყო ერთ-ერთი ვერსია. ყოველთვის ადამიანი ცდილობს დააბრალოს და ეს ალბათ ესე იქნება სანამ ამ ეტიოლოგიურ ფაქტორებს არ დავადგენთ. ყოველთვის, მაგრამ ფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი აქედან არის, რომ მზაობა იყოს ჯანდაცვის სფეროდან, რომ ამ თემაზე ყოველთვის ღიად ვისაუბროთ და არ იყოს რამე დაფარული და რამე თქვათ რამის კომუნიკაცია არ მოხდეს ეს ძალიან სივრცე არ დავტოვოთ ანუ ამ დეზინფორმაციისთვის. რა თქმა უნდა და ყოველთვის ყველაფრის შესახებ პაციენტებმა და ადამიანებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ. კოვიდის დროს იყო ძალიან ხშირი, რომ კოვიდ ვაქცინა იწვევდა მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რაც არ შეესაბამება ასევე სიმართლეს და ძალიან მარტივია, რომ კოვიდის ვაქცინას დააბრალო ადამიანმა დარღვეული მენსტრუაცია, მაგრამ კოვიდის ვაქცინაცია, რომ საერთოდ სურათიდან ამოვიღოთ და აიღო ქალები 20-დან, ვთქვათ, ის ადამიანები, ვისაც მენსტრუაცია აქვს 20-დან 40 წლამდე და კითხო, რომ ვთქვათ, ის ადამიანები, ვისაც რეგულარული აქვს, მოდი ესე ვთქვათ, ხო არიან ადამიანები, ვისაც არარეგულარული მენსტრუაცია აქვს. აი, ვისაც სულ რეგულარული აქვს და კითხო, რამდენჯერ გქონიათ არარეგულარული ციკლი? გამორიცხულია, რომ არ თქვან, რომ აი მახსენდება, რომ რაღაც ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ვთქვათ, არარეგულარულად მომდის. იქაც ყოველთვის რაღაცას დააბრალებენ. იმას არ მომობ, რომ ამის ბრალი შეიძლება იმ მომენტში არ იყოს, თქვათ, სტრესის გამო ან რაღაც ესეთი, მაგრამ ასევე კვლევებით დადასტურდა, რომ კოვიდის ვაქცინა არ იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას. კი ბატონო. ბოტკანტებებიც ვარც ხშირად არის ხოლმე ეს. კი, ზუსტად. ვაქცინების, აი ესეთი ერთხელ ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ჩვენმა კოლეგამ თქვა ესეთ ცენტრს, რომ უცებ რო დადგეს 1 მილიონი ადამიანი და ყველა მწყალი თალიოს, რა მოხდება, ხო? ვიღაცას ინსულტი ექნება, ვიღაცას ინფარქტი, ვიღაცას დიაბეტი დაეწყება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ წყალმა გამოიწვია, ხო? ეს დამთხოვები ხდება. რა თქმა უნდა. ხდება და როცა ესეთი მასობრივი პროცესები მიმდინარეობს სამყაროში, როგორიც იყო მაგალითად კოვიდის დროს მასობრივი ვაქცინაცია, შესაბამისად ასოცირება ალბათ ესეც რაღაცა ბუნებრივი პროცესია. მოდი ნინო გააქողოთ კიდე სხვა ესეთ მითებსაც შევეხოთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომლებიც ფიქრობ რაღაცა პრობლემებს ქმნის და ამით ეს პირველი ეპიზოდიც ასე შევაჯამოთ, ხო? ერთ-ერთი გავრცელებული მითი არის ასევე, რომ ვაქცინაციისგან, განსაკუთრებით მოზრდილთა ვაქცინაციის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ხშირად ასეთი შემთხვევები, თავს იკავებენ ადამიანები, თუ მათ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები ახასიათებთ. იგივე ეტაპი გადავიარეთ ახაც მაგ ეტაპზე ვართ, როცა მაგალითად სამედიცინო პერსონალისთვის ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოდ განისაზღვრა და შემდგომ ბევრი ადამიანი ცდილობდა, რომ ის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ჰქონდათ, ეს დოკუმენტაციაში დაფიქსირებული იყო, როგორც უკუჩვენება ვაქცინაციის. აი ამასაც რომ კიდევ ერთხელ ნათელი მოვფინოთ, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რომ არის თუ არა რამე ლოგიკის მარცვალი აი ამ მიდგომაში. რეალურად ვაქცინაციები, მოდი განვაზოგადოთ, ძალიან ცოტა ადამიანისთვის არის
უკუნაჩვენები, ანუ აკრძალული. ვისთვის არ შეიძლება ვისთვისაც არ შეიძლება, დიახ. რომ ყველაზე ხშირად ვისთვის არ შეიძლება. ყველაზე ხშირად ეს არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა და დაემართა ძალიან ძლიერი ალერგიული რეაქცია, ეგრეთ წოდებული ანაფილაქსია. როგორც წესი, თქვათ, ერთ ვაქცინაზე თუ დაგემართა, შეიძლება სხვაზეც დაგემართოს, იმიტომ რომ რაღაც ისეთ კომპონენტებს შეიცავს ორივე ვაქცინა, რაც ყველაზე ხშირად იწვევს ხოლმე ამ ანაფილაქსიურ შოკს. თუმცა ანაფილაქსიური შოკი დაახლოებით 1 მილიონ ვაქცინაზე 3, 5 ან 6 შემთხვევა ხდება ხოლმე, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან პატარა რიცხვია მოკლედ. და ისიც სასიკვდილო განაჩენი არ არის, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომაც კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომ რო რამე ჩარევა მალევე მოხდეს და მოკლედ აღმოუფხრათ ეს პრობლემა. კიდევ ვისთვის არ შეიძლება ვაქცინა. იშვიათ შემთხვევებში, ვისაც აქვთ ავტოიმუნური დაავადებები, თუმცა აქაც არ მინდა რომ განვაზოგადო ეს და ძალიან სახელებს არ ვიტყვი, ვისაც ავტოიმუნური დაავადება აქვს, შევთანხმდეთ, რომ აუცილებლად ყავთ ექიმი, რადგან აუცილებლად ჭირდებათ ექიმი და თქვენი ექიმი მოგცევთ კონკრეტულ ვაქცინებზე რეკომენდაციას. აი ძალიან ისე ზოგადად რო ვთქვათ, წითელა-წითურა ყბაყურის ვაქცინა შეიძლება არ იყოს თქვენთვის რეკომენდებული, მაგრამ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კი, იმიტომ რომ ზოგადად წითელა-წითურა ყბაყურის ვაქცინა, როგორც უკვე ვთქვით, ითვლება რომ უფრო აღაგზნებს იმუნურ პასუხს და თუ კი ავტოიმუნური დაავადება აქვს ვიღაცას, აღარ გვინდა რომ მისი იმუნური სისტემა მოკლედ კიდე უფრო გამოვაფხიზლოთ. ამიტომ ან პირიქით არის ხო, რეალურად, რომ თუ კი გაქვს რაღაცა ქრონიკული დაავადებები, აი კონკრეტული გამონაკლისების გარდა, ხო? პირიქით უფრო რეკომენდებულია მაგალითად ვთქვათ, ეხლა დიაბეტიც ავტოიმუნურ დაავადებებში გადის, მაგრამ მე უფრო წეღან უფრო სხვა დაავადებებს გულისხმობდი, მაგრამ აი ვთქვათ დიაბეტი, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტი, რომელიც ქრონიკული დაავადება არის და ანუ ადამიანები კი ხანგრძლივად ცხოვრობენ ამ დაავადებით, მაგრამ არც თუ ისე მარტივი ცხოვრება აქვთ, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და მათ უფრო მაღალი რისკები აქვთ გართულებების, ასე ვთქვათ. პირიქით, ეს ადამიანები ძალიან რეკომენდებულია, კიდევ უფრო რეკომენდებულია, რომ აიცრან, რადგან მათ რომ თქვათ გრიპი დაემართოთ ან ბ-ჰეპატიტი, უფრო მაღალი რისკია რომ გაურთულდეთ, ვიდრე სხვა იგივე ასაკის, იგივე სქესის ჯანმრთელი ადამიანი რომ აიღო. კი ბატონო. მოგეთ განსაკუთრებული უჩვენებები ვაქცინებთან და კონკრეტული თუ არ არის, ხო? რეალურად ესე არის, რომ განსაკუთრებით შეგვიძლია, რომ არის ეს რაღაცა ეს კონკრეტული საში ვაქცინა, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. მაგის არსებობს სამედიცინო პერსონალი, რომ ინდივიდუალურად იქნეს განხილული, მაგრამ ის სარგებელი, რომელიც კაცობრიობას მოუტანა ვაქცინაცია, არის ალბათ შეუხასებელი. ნამდვილად. და ამისი დანახვა ძალიან მარტივია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური შედეგები, რა მოიტანა ვაქცინაციამ, სულ ერთ რაღაცას ვამბობ. ეხლა თითოეული ადამიანი, რომელიც გვისმენთ, გამოავერთ ფანჯარა, ან მიდით ფანჯარასთან და გადაიხდებათ. თქვენ დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში არიან, აი ეგ არის ვაქცინაციის შედეგი. და რანაირად არის ეს შედეგი? თქვენ რას ხედავთ? თქვენ რას ხედავთ? ერთ საუკუნოვან განსხვავებას ხედავთ იმაში, რამდენი ბავშვი იღუპებოდა დედამიწაზე, მანამ სანამ ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები შევქმნით და რამდენი ბავშვი იღუპება დღეს, ხო? ბავშვთა სიკვდილი დღეს გვაქვს ტრაგედია დაგქმული, მედიც ხდება ბავშვთა სიკვდილების შემთხვევები, რაც ნამდვილად დიდი ტრაგედიაა, თუმცა ასეთი ფასის სიცოცხლეს არ ელო, თუნდაც მეუწამყური დასაწყისში. უამრავ ბავშვს კონტრაცეფციაც არ არსებობდა, მით უმეტეს ხო უამრავ ბავშვს აჩენდა წყვილი და იქიდან ვინმე თუ მიაღწევდა სრულწლოვნებას, უხაროდათ და რეალურად რა მოხდა ხა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, ხო? პოპულაციის მატება გვაქვს თითქმის 6 მილიარდის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტიც გადავიდა და აქედან ეს პოპულაციის მატებაზე ძირითადი ზემოქმედი იყო ვაქცინაცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, იმიტომ რომ ძირითადად შეამცირა ბავშვების საპონმა სხვათა შორის ითვლება, რომ ყველაზე მეტი სიცოცხლე საპნის მერე გადაჩენილი აქვს ვაქცინას და საპონი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ მას შემდეგ რაც ხელებს ვიბანს წესიერად და შეგვიძლია
შეგვიძლია რომ ხელები დავიბანოთ, ძალიან ბევრ დაავადებას თამბოლაგიანი პრევენციის. ყველაზე მარტივი და მაგრამ ეს არის ცოდი ჩვენდა წინაპრებმა, ეს არის ცოდი. არ ქონდა. არ ქონდა რატო? იმიტომ რომ მიკრობულ საფარველზე არის ცოდი. არის ცოდი რატომ დაებანა, ხო? და მას შემდეგ რაც ეს გავიგეთ, რატო უნდა დაებანათ ადამიანებს, ჰიგიენა რატო იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ არის უხილავი საფრთხე, რომელსაც მანამდე ვერ აღიქვამდი, ხო დალებდი წყალს და გემართებოდა ქოლერა და მოხდებოდი და მე იყო რომ გაგიბრაზდა ვარსკვლავი და ამიტომ დაგემართა ეს დაავადება. მას შემდეგ რაც ეს აღმოვაჩინე, დავიწყეთ ამაზე ზრუნვა და მივედით იმ შედეგებამდე, რომ სადამდეც მივედით. კი ბატონო. ნინუკა, კიდევ არის ერთი დაავადება, ვირუსთა დიდი ოჯახი. და ერთი ვაქცინა, რომელიც ალბათ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აი ამაზე რაც შეიძლება მე ვსაუბრობთ. თუმცა ჩვენ უკვე საძიმეთია მე მგონი ვსაუბრობთ, არ ვიცი საათი არ დამინიშნავს, ამიტომ მოდი ეს ეპიზოდი აქ დავასრულოთ. მადლობას გიხდი ჩვენთან სტუმრობისთვის, დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელმაც გვისმინა. გთხოვთ, რომ გამოვყვეთ სოციალურ ქსელებში, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი мотиваცია იმისთვის, რომ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ხშირად საყვედურობენ ხოლმე, რომ ჩანსაღი დიალოგის ნაკლებობაა ჩვენ საზოგადოებაში, პოლარიზებულ საზოგადოებაში, მეც გეთანხმებით და ამისთვის შევქმნით ეს პლატფორმა, სადაც დიალოგი გვაქვს ჯანმრთელობის საკითხებზე, იმიტომ რომ ალბათ ეს არის სცენა, რომელიც ყველას აერთიანებს. მე და ნინუკა გავაგრძელებთ საუბარს ამჯერად უკვე ადამიანის პაპილომავირუსებზე. ადამიანის პაპილომავირუსებზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოწვევა თანამედროვე სამყაროსთვის, იმიტომ რომ შევისწავლეთ და გავიგეთ ამ საფრთხის შესახებ, რომელიც ეს ადამიანის პაპილომავირუსებს აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ კიბო. თუმცა დღეს არსებობს ბევრი სერვისი იმისთვის, რომ ჩვენ ეს ინფექციური დაავადება თავიდან ავერიდოთ და აი ამ სერვისების შესახებ გვექნება ჩვენ ნინუკასთან საუბარი. დიდი მადლობა.